აქციაში მონაწილეობის გამო დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო პროტესტის უკიდურესი ფორმით რეზო კიკნაძე მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში იხსენებს ძალადობის შოკის მომგვრელ დეტალებს. დაკავების შემდეგ კაცი პოლიციელებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე აიყვანეს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და ცოცხლად დამარხვით. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს 26 წლის პატიმარი ძალადობაში ამხელს. ანტირუსული აქციების გამო დაკავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ნიღბიანმა პოლიციელებმა ის გაიტაცეს, იძულებული გახდა რამდენიმე საათი ხელბორკილებით მუქარისა და არაადამიანური მოპყრობისთვის გაეძლო და დაკავების ოქმიც მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმეს. ვიწყებ შიმშილობას 18 დეკემბერს, სანამ არ ამოიღებთ კამერებს, სადაც პოლიციელის მხრიდან ჩემზე განხორციელებული დანაშაული ჩანს. ამოიღეთ წინასწარი მოთავსების იზოლატორში არსებული კამერები, კერძოდ შეხვედრების ოთახი, სადაც ჩანს, რომ გამომძიებელმა ლევან ბასილაიამ მოახდინა მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაცია. სანამ თქვენს მიერ არ იქნება ნაბიჯები გადადგმული და კამერები ამოღებული, არ შევწყვეთ შიმშილობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობა 8 დეკემბერს შეეფარდა. დედის თხოვნით მაშინ 72 საათის შემდეგ მან შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა ჰქონდა მოლოდინი, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო კარლო კაციტაძის უწყება მის საქმეს დაუყოვნებლივ გამოიძიებდა. თუმცა როგორც წერილით ირკვევა, ამ დრომდე არც კამერების ჩანაწერები ამოღებული და არც დასახელებული პოლიციელები გამოუკითხავთ. სწორედ ამიტომ უკვე მერვე დღეა პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. დღემდე არც კამერები არ აქვთ ამოღებული, არც პიროვნებები არ ყავთ იდენტიფიცირებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ბატონმა რეზომ ეს პიროვნებები კამერებზე ჩანს და გვაქვს ეს და ასევე ვიცით მათი სახელები ან ზედმეტ სახელები, 5 ადამიანის იდენტიფიკაცია ამოცნობის გარეშე შეგვიძლია. ეს არის ვინმე ასლანა, რომელსაც საუბრის დროს ესე მიმართავდნენ, ჭუმბურა, გეთიაშვილი, ბუკია და ოშხაძე. ასევე არის ორი გამომძიებელი, რომელიც კამერაზე ჩანს და რეზომ დააიდენტიფიცირა იმ პირებად, რომლებიც არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ადვოკატის მტკიცებით ჩამოთვლილები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან და დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ირკვევა, რომ რეზო კიკნაძე მეტროსადგურ უნივერსიტეტთან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით ჩავიდა. სწორედ აქ დააკავეს ის ნიღბიანებმა. დაკავების ფაქტს არაერთი თვითმხილველი ყავს. ასევე ფაქტი გადაღებული უნდა იყოს სათვალთვალო კამერების მიერ. კიკნაძე ყვება, რომ დაკავების შემდეგ ის ლისზე აიყვანეს. ღია ცის ქვეშ 20-მდე ნიღბიანი პოლიციელი მისგან სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობდა. ემუქრებოდნენ ცოცხლად დამარხვით, კონკრეტულ ნივთებზე დასმით, თუ არ ამხელდა ოპოზიციის წევრებზე თუ არ მიცემდა ცრუ ჩვენებებს და არ იტყოდა, რომ თვითონ და 500 ლარს უხდიან. ლისზე CKB-ს თანამშრომლები ახორციელებდნენ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ემუქრებოდნენ აგერ იმ ტრაქტორს, ხო ხედავ, ის ტრაქტორი შენთვისაა მოსული, უნდა ამოვთხაროთ 40 და ცოცხლად დაგმარხო. დაახლოებით 20 ადამიანთან ერთად იყო ლისზე, 20 პოლიციელთან ერთად და ეუბნებოდნენ, რომ თუ სასურველ ჩვენებას არ მიცემდა, შამპანიურის ბოთლზე დასვავდა, მეორე ეუბნებოდა, რომ არა შამპანიურის ბოთლზე, არა კლიზმაზე დავსვათო და ადვოკატი გვიყვება, რომ ლისზე პოლიციელებმა და რეზო კიკნაძემ 2 საათი გაატარეს. მეტროსადგურ უნივერსიტეტის ტერიტორიიდან მომდევნო 6 საათის განმავლობაში დაკავებულს ხელბორკილები ედო. მას არ აძლევდნენ საპირფარეშოში შესვლის უფლებას. ის 3-ჯერ გააშიშვლეს და გაჩხრიკეს. კიკნაძე ცრუ ჩვენება არ მისცა. ამიტომ სტუდენტს ძალადობის ორგანიზებით ბრალი წარუდგინეს და ახლა მას უცნობ ადამიანებთან ერთად ასამართლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას უნდა ეთქვა, რომ აქციაზე ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძის დავალებებს ასრულებდა და ამისთვის 500 ლარს იღებდა. ავალებდნენ, რომ ისეთი რამე ეთქვა, რაც არ ჩაუდენია ჩემს შვილს, პოლიტიკოსებზე უნდა ეთქვა, რომ არავითარი და ესამართალდამცავები ეუბნებოდნენ, რომ შენ თქვიო, რომ იმათი დავალებით აკეთებდი საქმებს და ისინი გაფინანსებდნენ. პოლიციამ გაჩხრიკა რეზო კიკნაძის საცხოვრებელის სახლიც. ამოღებულია აირწინაღი, სათვალე, ასევე ჰუდი, რომელიც ბიჭს აქციაზე ეცვა. ჩხრიკის დროს სარეცხ მანქანაში ირეცხებოდა. ის პოლიციამ განყოფილებაში სველი წაიღო. მანქანაში, სარეცხის მანქანაში და იქიდან გამოიღეს.
გამოიღეს და არაფერი არ ცეცხობოდა ზედ, მაგრამ მაინც ჩადეს პარკში და წაიღეს. სველი ჩადეს. ეგონათ ალბათ რომ რა ქვა იქნებოდა სახლში და ანასაბეთგებლები. დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ ჩემს შვილს არ გამოუყენებია ეგენი. გამოვალ მის საწოლს დავხედავ რომ არ არის. თილას კიდე ველოდები როცა მოდიოდა ღამე იყო მთელი ღამე აქციაზე და თილას მოდიოდა სახლში დაიძინებდა საღამოს ისევ მიდიოდა ხოლმე თილას რო აკაგუნებდა და შემოვიდოდა ეხლაც იმის დროზე გამოვდივარ კარებთან და ველოდები რომ შემოაღებ შემიშვილი და შემოვა და გამიხარდება. რეზო კიკნაძე ერთ-ერთია აქციის იმ მონაწილეთა შორის, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს. უკვე 29 დღეა თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეები რიგ გარეშე არჩევნების გარდა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.